ზრდასრული ადამიანების უმეტესობა ცივდება წელიწადში დაახლოებით 4-ჯერ, ბავშვები უფრო მეტჯერ, ზოგჯერ 8-ჯერ. და ზოგი ადამიანი ამბობს, რომ ყოველთვის თავს გრძნობ ცუდად და უცებ ვცივდები. ზოგი ამბობს პირიქით, რომ თითქმის არასდროს ვცივდები. და რა განსხვავებაა მათ შორის? სინამდვილეში ჩვენ ასობით სხვა ვირუსებს ვებრძვით წლის განმავლობაში. უმეტეს მათგანი არც არის საშიში და რომელიც საშიშია, მათგანაც უმეტესობას ისე ვამარცხებთ, რომ საერთოდ ვერ ვგრძნობთ მათ. მაგრამ რაღაც რაოდენობა ვირუსების არის, რომელიც ჩვენში იწვევს სიმპტომებს. 100 ადამიანი რო ავარჩიოთ და ერთი და იგივე ვირუსებთან რო გქონდეთ კონტაქტი ამ 100-ს, 25, ანუ ყოველ მეოთხე თითქმის არაფერი არ დაემართება, მოკლედ ამ ვირუსებს ისე გავვლებს, რომ არაფერი არ იქნება. სიმპტომები არ ექნებათ. 25 მეორე 25 ადამიანს თითქმის ყველა ვირუსი, რომელთანაც კონტაქტი ექნება, ყველა სიმპტომს გამოიწვევს და დანარჩენი 50 იქნება სადღაც შუაში რა, ანუ ზოგზე განვითარდება სიმპტომები, ზოგზე არა, ზოგჯერ ძალიან სულუქი და ასე. ანუ დაახლოებით ეს 25% გვაქვს რჩეული ადამიანების, რომელსაც გრიპი და გაცემა არ ეკარება, მეორე 25-ია, რომელსაც ყველა გრიპი და გაცემა ეკარება და 50% მდებარეობს სადღაც შუაში. აქეთ იქით მეტნაკლებად. ვინაიდან ასეთი დიდი განსხვავება ჩნდება კითხვა, რომ რაშია საქმე, რატო ასეთი დიდი განსხვავება ამ ადამიანებში, რამეს არასწორად ვაკეთებ, თუ უბრალოდ ეს ბუნების დამსახურებაა და რა ვქნათ. ამაზე ვისაუბრებთ. ჯერ გავარკვიოთ, რატომაა ეს ამხელა განსხვავება ამ ადამიანებს შორის და მე რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ 25%, რომელსაც ძალიან ცუდი იმუნიტეტი აქვს, ეგეთ გადმოვიყვანთ თან 50-ში ან საუკეთესოებში. პირველი მთავარი განსხვავება არის ადრეულ ასაკში ვირუსებთან ქონდა თუ არა კონტაქტი. ბავშვები, რომლებსაც ქონდათ სხვადასხვა ვირუსებთან კონტაქტი, ცხოველებთან, მიწასთან, სოფელში უთამაშიათ, ბუნებასთან, მათი იმუნური სისტემა უკეთესად ტრენინგდება. ანუ და ზოგადად ალერგიული დაავადებებიც და გაცივებებიც ნაკლებად ემართებათ. ანუ ის აზრი, რომ სრულად გავუსუფთავოთ ყველაფერი, ჰიგიენის ჰიპოთეზა ქვია მაგას, რომ მოუწყრიალოთ ყველაფერი ბავშვებს და სუსუნთთა კონდეთ და ეს და ეს, იმიტომ რომ ვირუსებთან, ბაქტერიებთან კონტაქტი არ კონდეთ, ეგ მიდგომა არ არის სწორი. რადგან ადამიანები, რომელსაც ადრეულ ასაკში ბევრ ვირუსებთან და ბაქტერიებთან კონდათ კონტაქტი, ზოგადად უკეთესი იმუნიტეტი აქვთ მომავალში. ეს არ არის ყოველთვის მართალი, მაგრამ ეს არის უმეტეს შემთხვევაში მართალი. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის გენეტიკა. გენეტიკურად არიან ადამიანები, რომელსაც ვირუსული ინფექციის საფასხოდ ადვილად ცნობენ ვირუსებს, მათი უჯრედები და PRR ქვია ამას, ეს არის pattern recognition receptors, ანუ მოდელის მცნობი რეცეპტორები, მოკლედ რომ მიხვდეს უჯრედი, რომ ვირუსი მოვიდა. ეს რეცეპტორები გენეტიკურად ძლიერი აქვს. ზოგს ეგრევე ხდება, რომ მოვიდა ვირუსი, გამოიმუშავებს ინტერფერონს და დამარცხებს ამ ვირუსს, დაბლოკავს. არ გამრავლდება ვირუსი და სამ სიმპტომები განვითარდება, მანამდე მოკლავს ამ ვირუსს. ასეთი არის ზოგი ადამიანი. ეს გენეტიკის დამსახურება. მესამე ფაქტორი არის ბრონქების და ცხვირის ლორწოვანი გარსის ერთიანობა, როგორი აქვს ადამიანს. ადამიანს, რომელსაც აქვს ქრონიკული დაავადებები, მაგალითად, ქრონიკული რინიტი, ასთმა, ქრონიკული ბრონქიტი, ან ძალიან მშრალი ჰაერია გარშემო, ან ეწევიან, ან ჰაერი დაბინძურებულია მათ გარშემო, მათი ბრონქები ზიანდება და ისინი ბევრად ხშირად არიან ავად, ბევრი გრიპი და გაციება აქვს, ბევრად რთულად გადააქვთ. მეოთხე ფაქტორი არის ძილი და სტრესი. ერთი რომ სტრესი, კორტიზოლი თრგუნავს იმუნურ რეაქციას, როცა ადამიანი სტრესშია, ქრონიკულად როცა სტრესში და მეორე, როცა ძილი აკლია ადამიანს, დაახლოებით 50%-ით უმცირდება ვირუსებთან ბრძოლის უნარი. 6 საათი თუ გძინავს დღეში, უკვე
50% შეიძლება შეგიმცირდეს ვირუსებთან ბრძოლის უნარი. 8 საათის მაგივრად თუ შენთვის ნორმალური არის 8 საათი და გძინავს 6 საათი, 50 იღვიძებ უკვე 50% დაქვეითებული გაქვს იმუნიტეტი. ამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ცილს. მეხუთე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ნაწლავების ფლორა. ნაწლავების ფლორას შეიძლება იფიქროს ადამიანმა სასუნთქ სისტემის სიმპტომებთან რა მნიშვნელობა აქვს, რა კავშირი აქვს და სიმბოლში აქვს, იმიტომ რომ ჩვენი ნაწლავები არის ყველაზე დიდი იმუნური ორგანო ჩვენს ორგანიზმში. 70% იმუნური უჯრედების მდებარეობს ნაწლავებთან ასოცირებულ ლიმფურ ქსოვილებში. ამიტომ თუ კი ჩვენი მიკრობიომა, ანუ ბაქტერიები, მეგობარი ბაქტერიები კარგია, ისინი მუდმივად ავარჯიშებენ იმუნურ უჯრედებს და ეს იმუნური უჯრედები მერე სისხლით ამოდის სასუნთქ სისტემაშიც და იქაც ეფექტურად მუშაობს. ამიტომ აქვს მნიშვნელობა. შემდეგი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რითიც განსხვავდებით, არის ჰორმონული მდგომარეობა. ორივე overreactive-ული ან პირიქით შემცირებული ფუნქციით ფარისებრი ჯირკვალი იწვევს იმუნიტეტის დასუსტებას. ანუ არ აქვს მნიშვნელობა ჰიპერთიროიდიზმი გაქვს თუ ჰიპოთიროიდიზმი გაქვს, ორივემ იმუნიტეტი შეიძლება შეგიესუსტოს. ამიტომ არის მისი იდეალური მიღება აუცილებელი იდეალურ დონეზე, რომ კონდეს თუ წამას იღებ თუ არა და უნდა აკონტროლო, რომ ჯამრთელად იყოს ფარისებრი ჯირკვალი. ასევე ქალებს, რომელსაც მენოპაუზა ეწყებათ, ესტროგენები უმცირდება და იმუნიტეტის შესუსტებას იწვევს ხოლმე. და გენეტიკური ვარიაციები არსებობს კიდე. გენეტიკური ვარიაციები არსებობს ციტოკინების წარმოების, როგორ რეაქცია ექნება ადამიანს გრიპზე გაცემას და ესე. ბევრნაირი სხვა ვარიაციები არსებობს გენეტიკური ადამიანები როგორ აღიქვავენ გრიპს და გაცემას. და ესეც გენეტიკური ფონია. ახლა ვთქვათ, რისი შეცვლა შეგვიძლია და რისი გაკეთება შეგვიძლია. ერთ-ერთი ყველაზე მთავარი რისი გაკეთება შეგვიძლია, ეს არის ყოველწლიური გრიპის ვაქცინა, რომელიც საქართველოში საბედნიეროდ არის ხოლმე. საბედნიეროდ რა, ახლა პოლიტიკურ საკითხს არ ვიხები მე, მაგრამ იმას კარგია, რომ ხელმისაწვდომია უფასოა და ყველასთვის არის ხოლმე, ну ყოველ შემთხვევაში უმეტესი ადამიანისთვის არის, ყოველ ზამთარს შემოდის ხოლმე და შეუძლია ადამიანს გაიკეთოს ვაქცინა. და ეს გრიპის ვაქცინა რას აკეთებს? გრიპის ვაქცინა გრიპის პრევენციას ახდენს თითქმის 80-90%. გრიპის გაციების არა გრიპის. გრიპი არის, აი წელიწადში ერთხელ ან ორჯერ გვემართება მაღალი სიცხით და ესე, ანუ ადამიანს ვისაც ემართება ხოლმე გრიპი ძლიერი გაცემა. ჯოლებული გაცემა როგორი არის? სურდო, ცხვირიდან ჩამონადენი ცემინება და ესე გაჭედილი ხარ ცხვირში ყელის ტკივილი ეს გაცემა და აი როცა ძალიან ძლიერი სიცხე აქვს, ცუდად გმოს ადამიანი თავს, სამსახურში ვერ მიდის და წევს რამდენიმე დღე, ეგ არის გრიპი. და ეს აცრა აი მაგის წინააღმდეგია. სხვა ვაქცინებით სხვათა შორის მოქმედებს. სხვა ვაქცინები პნევმოკოკული ვაქცინა, პერტუსის ყივანახველას ვაქცინა, HPV ვაქცინა, სხვა ვაქცინები სინერგიულად მოქმედებენ და ეხმარებიან იმუნურ სისტემას, რომ უკეთესი წინამდება გაუწიოს ვირუსებს და ბაქტერიებს. ანუ მიუხედავად იმისა, რომ ეს ვაქცინა შეიძლება იმ კონკრეტული ვირუსის არ იყოს, ზოგადად გაცების და გრიპის მიმართ ორგანიზმის რეზისტენტობას ზრდის, როცა ადამიანი იღებს ვაქცინას, განსაკუთრებით გრიპის ვაქცინაზე საუბარი და კიდე რამდენიმე ვაქცინაზე ქვევითაც ვიტყვი. მეორე მნიშვნელოვანი რამე ისი გაკეთებაც შეუძლია ადამიანს არის, რომ ადრეულ ასაკში ბავშვი მიაჩვიოს გარემოს. არა ძალიან სუფთას, არც დაბინძურებულს რა თქმა უნდა ძალიან, მაგრამ აი ზედმეტი ჰიგიენა არ არის საჭირო, მიწასთან კონტაქტი საჭიროა, მწვანესთან, ბალახებთან, ცხოველებთან და ასე. რა თქმა უნდა, ცხოველი მოვლილი უნდა იყოს, რომ რამე დაავადება არ გადაეცოს, მაგრამ ზოგადად სასურველია, რომ ბავშვმა მიიღოს სხვადასხვანაირი ვირუსები, ბაქტერიები და მისი იმუნური სისტემა უკეთესი იყოს.
ტვება არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენი ნაწლავური ფლორა გავიძლიეროთ და ნაწლავურ ფლორასთან ერთად იმუნიტეტი გავიძლიეროთ. ბოჭკოვანის შემცველი საკვები იმუნოგლობულინ A-ს გამომუშავებას უწყობს ხელს და ასევე T უჯრედების, T ლიმფოციტების მოქმედებას აძლიერებს. ესეთი საკვებია შვია, ქერი, ლობიო და პარკოსნები, ყველაფერი, ბანანი, ვაშლი, მსხალი, სტაფილო, ჩია, სელი, ესენი არის რაც ბოჭკოვანია ძირითადად და ბოჭკოვანი ერთ-ერთი საუკეთესოა მოკლედ იმუნიტეტისთვის. ასევე ფერმენტირებული საკვები, მაწონი, იოგურტი, კიმჩი, კეფირი, ნაწლავების ფლორისთვის მნიშვნელოვანია. პრობიოტიკებიდან ყველაზე კარგად შესწავლილი და ეფექტურებია ლაქტობაცილუს რამნოზუს და ბიფიდობაქტერიუმ ლაქტის. ეს ორი ეფექტურია, დაახლოებით 30% შეუძლია შეამცირონ გრიპის და გაციების რაოდენობები, თუ კი რეგულარულად მიიღებს ადამიანი მინიმუმ 3 თვით. ვიტამინი D 800-დან 2000 საერთაშორისო ერთეულამდე თუ მიიღებს ადამიანი, დაახლოებით 20-30% შეიძლება შეამციროს გრიპის და გაციების რაოდენობა, განსაკუთრებით იმ ადამიანებში, ვისაც დეფიციტი აქვს. ოღონდ დეფიციტი აქვს ადამიანის 40%-ს, ანუ ძალიან ბევრი ადამიანს აქვს დეფიციტი, ამიტომ არ არის სახუმარო. ძილის მოწესრიგება ძალიან მნიშვნელოვანია, მიუხედავად იმისა, რომ გენეტიკის შეცვლა ჩვენ პირდაპირ არ შეგვიძლია, ჩვენ შეგვიძლია 7-8 საათი გვეძინოს და ინტერფერონის გამომუშავება გაძლიერდება და NK უჯრედების, რომლებიც natural killers ეძახიან და ვირუსებს შემოსულ მტრებს კლავს, მოკლედ პირველ ხაზზე რაც იბრძვის, მაგეების სინთეზს ან პროდუქციას აუმჯობესებს. მიკრონუტრიენტები არის, რომლის მიღებაც შეგვიძლია და იმუნიტეტს აუმჯობესებს, თუთია 40 მგ დღის განმავლობაში, გლუკონატის ან ციტრატის სახით, იმუნური სისტემის მხარდამჭერია მნიშვნელოვნად, სელენიუმი 100-დან 200 მიკროგრამამდე დღეში, ანტიოქსიდანტია და ინტერფერონის ეფექტურობას აძლიერებს. ვიტამინი C 500-დან 1000 მგ-მდე ორჯერ დღეში. ეხმარება ინტერფერონის მაპროდუცირებელი უჯრედების აღდგენას და ძლიერი ანტიოქსიდანტია ასევე და N-აცეტილცისტეინი, ანუ იგივე NAC. 600 მგ ორჯერ დღეში არის ხოლმე, რომელიც გლუტათიონს აღადგენს და ინტერფერონის სინთეზისთვისაც აუცილებელია და ასევე მუკოლიზური საშუალება ათხიერებს ნახველს. განსაკუთრებით ასაკოვნებში ეს N-აცეტილცისტეინი ამცირებს გრიპის მსგავს ეპიზოდებს თითქმის 50%-მდე. ეხლა იტყვის ადამიანს ეს ინტერფერონის მიწოდება პირდაპირ არ შეიძლება ადამიანისთვის, რომ ეს რატომ ვიცალცოთ ამაზე. არის კი კვლევები, რომლის მიხედვითაც შეიძლება COVID-19 დროს ინტერფერონს აწვდიდნენ საინჰალაციო გზით ეფექტური იყო, თუმცა სახლის პირობებში არ შეიძლება მოკლედ რა, ან ძალიან ზუსტი დოზირება ჭირდება და შეიძლება გართულებები მოყვეს ინტერფერონის მიღება. ამიტომ ინტერფერონი სახლში ესე რომ დაინიშნო და დალიوان შეისუნთქო არ არის ესე. ამიტომ არაპირდაპირი გზით უნდა გავაძლიეროთ. ასევე სახლის დამატენიანებლები მნიშვნელოვანია. ტენიანობა 40-დან 60%-მდე უნდა შეინარჩუნოთ, იმიტომ რომ 20-ას ქვევით თუ ჩამოვიდა ტენიანობა, 3-ჯერ იზრდება ვირუსული ინფექციების გადადების რისკი. წყლის მიღება, რა თქმა უნდა, ალბათ ვიცით, ყველამ 2 ლიტრანახევარი უნდა მივიღოთ, რადგან ბრონქებში ლორწოვანის სითხიერე იყოს ოპტიმალური და თუ კი რინიტი აწუხებს ადამიანს, ცხვირის გამორეცხვა, ირიგაცია ან შესასხურებელი იზოტონური ხსნარის შესხურება ცხვირში მნიშვნელოვნად ამცირებს, რეალურად 50%-ით შეიძლება შეამციროს ცხვირიდან ალერგენების და ვირუსების მიღების რისკი. და HEPA ფილტრები. ანუ HEPA ფილტრები იყიდება, რომელიც ასუფთავებს ჰაერს და მიკროსკოპული დამაზიანებლებისგან ასუფთავებს ჰაერს, განსაკუთრებით თუ ქალაქში ცხოვრობ და ისეთ ადგილას, სადაც ცენტრალურ ქუჩასთან თუ ცხოვრობ, სადაც ბევრი მტვერია, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეგეთ შემთხვევაში. ვიტამინი A ასევე ეპითელიალურ ქსოვილებს აღადგენს 2500 საერთაშორისო
ვიტამინი A ასევე მნიშვნელოვანია. 2500 საერთაშორისო ერთეული დღის განმავლობაში ეპითელიალის რეგენერაციას უწყობს ხელს და ცხვირის და ბრონქების ლორწოვანი საღდგენისთვის არის მნიშვნელოვანი. ომეგა-3 1-დან 2 გრამამდე დღის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, რადგან ანთებას ამცირებს და ზოგადად თირკმლის ფუნქციებს აუმჯობესებს. მაგნიუმის გლიცინატი ან ციტრატი 400 მგ დღის განმავლობაში, ძირითადად საღამოთი არის ხოლმე, ბრონქების ჰიპერრეაქტიულობას, ჰიპერსენსიტიურობას ამცირებს, გლუკუნთებს აფართოებს და ჰისტამინის გამოყოფას ამცირებს და პირდაპირ რა თქმა უნდა გენების მოდიფიცირება ჩვენ არ შეგვიძლია, მაგრამ აი ვაქცინებზე რა ვთქვით მაგალითად, ვაქცინა არა მარტო კონკრეტული ერთი ვირუსის მიმართ ზრდის დაცულობას ჩვენი იმუნური მეხსიერების უჯრედების მიერ, არამედ რეპროგრამირებას ახდენს მთელი იმუნური უჯრედების, მონოციტების, მაკროფაგების, NK უჯრედების და ჯამური მათი პასუხი უფრო ეფექტურია სხვა ვირუსებზეც. ამიტომ არის რომ მაგალითისთვის BCG ვაქცინა, ტუბერკულოზის ვაქცინა დაახლოებით 50%-ით ამცირებს, თითქმის 50-ით ნაკლებით ამცირებს გრიპების და გაციებების რაოდენობას ასაკონებში. ასევე ინფლუენზა და კოვიდის ვაქცინები მაგალითად კროს რეაქცია აქვთ რეალურად, კროს პრაიმინგს ეძახიან უბრალოდ. ასევე გრიპის და კოვიდის ვაქცინები კროს პრაიმინგს ეძახიან, ინტერფერონის გზის კროს პრაიმინგს, რომლის მიხედვითაც მოკლედ იმუნური პასუხს აუმჯობესებენ სხვა ვირუსების მიმართაც, არა მარტო იმ ვირუსის მიმართ, რომლის მიმართაც ეს ვაქცინა არის, არამედ სხვა ვირუსების მიმართაც. ამიტომ ვაქცინას ამიტომ აქვს კიდე დიდი მნიშვნელობა. ასევე არის ნუტრიენტები, რომელიც მხარს უჭერს ჰისტონების მოდიფიკაციას DNM-ში და გავლენას ახდენს გენების ექსპრესიაზე და მაგალითად პოლიფენოლები, EGC, მწვანე ჩაიდან, კურკუმინი, რესვერატროლი და ათებსაწინააღმდეგო მოქმედება აქვს და ზოგადად შეუძლიათ რომ იმუნური ოვერრეაქცია, გადამეტებული რეაქცია გააუმჯობესონ. ვარჯიშის მნიშვნელობა აქვს ძალიან, დღეში დაახლოებით 40 წუთი თუ ივარჯიშებ 41 საათამდე მოკლედ, NK უჯრედების ფუნქცია და ინტერფერონის აქტივობა მოიმატებს დაახლოებით 25%-ით, რაც ძალიან კარგი შედეგია. ცივი შხაპი კიდე და კონტრასტული შხაპი, ცივი და თქვა ცხელი შხაპის მონაცვლეობა შეუძლია რომ ინტერფერონის ბეტა გენების აფრეგულაცია გააკეთოს და ანტივირუსული პასუხი გააძლიეროს. ეს შედარებით პატარა კვლევებია, მაგრამ მაინც არსებობს ეს კვლევები და ამას ჩავხმოვდები ამ თემას და ამაზე ცალ დეტალური ინფორმაციასაც მოგაწვდით მე მომავალში ცივი შხაპის ეფექტურობაზე. აი ეს იყო რის თქმაც მინდოდა, მადლობა რომ მისმენდით, მადლობა რომ გაინტერესებთ, თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები დალაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი გამოწერეთ, მადლობა ინტერესისთვის.